მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გამომწერებო და არხის სტუმრებო, ეს არის არხი თამაშო, სადაც ჩემთან ერთად შეგიძლიათ თქვენი ხელით შექმნათ თქვენი უსაყვარლესი ადამიანებისთვის ამიგურუმის სხვადასხვა სათამაშოები. დღევანდელი ვიდეო გაკვეთილი, პატარა ვიდეო გაკვეთილი მინდა დაუთმო კლებას. კლება არის, როდესაც ჩვენ ორი თვალიდან ამოყვავს ერთი თვალი, ანუ რიგში თვლების რაოდენობას ვაკლებთ. ამ ვიდეო გაკვეთილზე განვიხილოთ ორი სახის კლება. მოდით ჯერ განვიხილოთ ერთი სახის კლება. თვალის ცნობა უკვე იცით ხომ, იმიდევს ამაზე ცალკე ვიდეო. აი ეს არის ეს ორი კედელი, ეს ერთი ნაწნავი არის ერთი თვალი, შემდეგი ნაწნავი არის მეორე თვალი, ანუ ესე გამოიყურება თვალი. მესამე თვალი, ანუ ნაწნავი, რომელსაც აქვს შიდა და გარე კედელი. ყაის ნაღით ჩავდივართ ორივე კედლის ქვემოთ, მოვდებთ ყაის ნაღს, ძაბს გამოვატარებთ ნაწნავის ქვემოთ და ორი თვალი გვაქვს ყაის ნაღზე. ჩავდივართ მეორე თვალში, ნახეთ, ამ თვალიდან ამოვედით, ეს თვალი თავისუფალი გვაქვს და ჩავიდეთ თავისუფალ თვალში. გამოვდოთ ისევ ყაის ნაღი ძაბს და გამოვიტანოთ. ნახეთ, სამი თვალი გვაქვს ყაის ნაღზე და ეს სამივე თვალი გამოვხსოვოთ ერთდროულად. ნახეთ, ორი თვალიდან ამოვხსოვეთ ჩვენ ერთი უნამატო თვალი. ეს არის კლება. მოდით გავიმეოროთ კიდევ და მოვხსოვოთ კლება. ჩავდივართ შემდეგ თვალში, ორივე კედლის ქვეშ. გამოვიყვანოთ ერთი თვალი, შემდეგ ჩავიდეთ მეორე თვალში. გამოვიყვანეთ მეორე თვალი, სამი თვალი გვაქვს ყაის ნაღზე და სამივე ერთად გამოვხსოვეთ. მოვხსოვეთ მეორე კლება, ანუ ორი თვალიდან ამოვხსოვეთ ერთი უნამატო თვალი. ხშირად უჭირთ დამწყებებს იმ თვალის გარჩევა, თუ რომელ თვალში უნდა მოგხსოვონ კლების შემდეგ. ნახეთ, როგორ გავარჩიოთ მოგხსოვილი თვალი, აი რო ამოვწევთ, ნახეთ, ჩანს, რომ ეს თვალი არის გამოგხსოვილი, შემდეგ თვალზე კი ორივე კედელი არის თავისუფალი. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ჩავიდეთ იმ თვალში, რომლის ორივე კედელი თავისუფალია, ანუ არ არის თვალი ამოგხსოვილი. ნახეთ, ამ თვალს აქვს ორივე კედელი, ეს ამოგხსოვილი თვალია, ანუ ორივე კედელი, რომელსაც აქვს თავისუფალი, ჩავდივართ იმ თვალში. არ აქვს მნიშვნელობა ზემოდან მოვძებთ ყაის ნაღს თუ ქვემოდან, თქვენ როგორც უფრო გაგიადულდებათ, ისე გამოგხსოვეთ ერთი თვალი. მოდით მოვდოთ ქვემოდან ახლა ყაის ნაღი, გამოვიტანეთ ისევ ორი თვალი, სამი თვალი გვაქვს ყაის ნაღზე, გამოვხსოვოთ სამივე ერთად და მოვხსოვეთ შემდეგი კლება. შემდეგი თვალი ნახეთ, აი ამ თვალში უნდა ჩავიდეთ, რადგან ამ თვალს ორივე კედელი თავისუფალია, ანუ არ არის თვალი ამოგხსოვილი და ამოვხსოვოთ ერთი თვალი, შემდეგ თვალში ამოვხსოვოთ მეორე თვალი და სამივე თვალი გამოვხსოვოთ ერთად. აი ესე. ეს მოვხსოვეთ ერთი სახის კლება. მოდით ახლა მოვხსოვოთ მეორე სახის კლება. მეორე სახის კლებას ქვია ფარული კლება, რადგან ეს კლება ნაკლებად შესამჩნევია. სანამ მოვხსოვთ კლებას, მოდი გავიხსენოთ თვალის აგებულება და როგორ გამოიყურება თვალი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ თვალს აქვს ორი კედელი. ნახეთ, შიდა კედელი, რომელიც ჩვენსკენ ახლოს არის და გარე კედელი, რომელიც ჩვენგან უფრო შორს არის. ანუ ამოგხსოვილი თვალი გავს ნაწნავს, რომელსაც აქვს შიდა კედელი, რომელიც ჩვენსკენ უფრო ახლოს არის და გარე კედელი, რომელიც ჩვენგან უფრო შორს არის. ანუ ვთანხმდებით ამაზე და ვიცით უკვე თვალის გარჩევა. წინა უკანა, წინა უკანა. ჩავდივართ თვალის წინა კედელზე, ნახეთ, აი ესე, აი თვალის წინა კედელი. მოდით დააკვირდით კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, აი თვალს აქვს ორი კედელი, ნახეთ, ორივე კედელია ყაის ნაღზე, აი ეს არის მთლიანი თვალი. ერთი კედელი ჩვენსკენ ახლოს და მეორე კედელი ჩვენგან შორს. ფარული კლების დროს ჩვენ ჩავდივართ ერთი თვალის წინა კედელზე, შემდეგ მეორე თვალის წინა კედელზე და გამოვხსოვთ ორივე წინა კედელზე ჩვეულებრივ უნამატო თვალს. აი ესე. მაშასადამე მოვხსოვეთ კლება ორი თვალიდან ამოვხსოვეთ ერთი თვალი, ისევ ერთი თვალის წინა კედელი, მეორე თვალის წინა კედელი, სამი თვალი გვაქვს ყაის ნაღზე, გამოვხსოვოთ ჯერ ორი თვალი და შემდეგ გამოვხსოვოთ
დარჩენილი ორი თვალი. მოდით ვნახოთ ფარული კლების შემთხვევაში, შემდეგი რომელი თვალი უნდა მოვგზავნოთ. ნახეთ, ყაის ნაღზე არსებულ თვალს რო გამოვწევთ, გვაჩვენებს რომელი თვალი გვაქვს მოგზოვილი, აი შემდეგი თვალია თავისუფალი და ჩავიდეთ შემდეგ თვალში. წინა კედელი, შემდეგ მეორე თვალის წინა კედელი, მოვდოთ ძაფი ყაის ნაღზე, არ აქვს მნიშვნელობა ზემოდან თუ ქვემოდან და გამოვგზავნოთ ჩვეულებრივი უნამატო თვალი. გავიმეოროთ ერთი თვალის წინა კედელი, შემდეგ მეორე თვალის წინა კედელი, გამოვგზავნოთ ჯერ ორი თვალი, შემდეგ გამოვგზავნოთ ორი თვალი. მოვგზავნეთ ორი კლება, ორი სახის კლება და მოდი განვიხილოთ თითოეული მათგანი უფრო დეტალურად. პირველ შემთხვევაში მოვგზავნეთ ჩვეულებრივი კლება, ანუ ყაის ნაღი გამოვატარეთ მთლიან თვალში, თვალის ორივე კედელში, ხოლო მეორე შემთხვევაში მოვგზავნეთ ფარული კლება. ეს ორივე სახის კლება, რა თქმა უნდა, მიღებულია ამიგურუმის ქსოვაშიც, მაგრამ როდესაც ჩვენ ვგზავნთ, თქვათ სათამაშოს დეტალებს, თუნდაც სამოს, ყოველთვის ძირითად შემთხვევაში ვიყენებთ ფარულ კლებას, რადგან ეს კლება ქსოვაში არ ეტყობა. მაგრამ არის შემთხვევები და თქვენ ალბათ ჩემ ვიდეო გაკვეთილებშიც გინახიათ, სადაც ვერ გვგზავნთ ფარულ კლებას, იქ აუცილებლად მოვგზავნთ ჩვეულებრივი სახის კლებას. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ორივე სახის კლება, როგორც ფარული ისე ჩვეულებრივი. ფარული კლების შემთხვევაში ის არის კიდე განმეორები, რომ კლება არ ეტყობა. აი ნახეთ, ჩვეულებრივი კლების შემთხვევაში ნახეთ, სამი თვალი ერთად ამოვგზავნეთ და ეს ძალიან შესამჩნევია. ფარული კლების შემთხვევაში კი კლება უფრო სუფთად გამოიყურება ნახსოვზე და ნაკლებად შესამჩნევია. ეს ვიდეო ვფიქრობ გამოადგება დამწყებებს, რათა ისწავლონ ორივე სახის კლება. მე კი ამით დროებით გემშვიდობებით, სასიამოვნო და სასარგებლო ქსოვას გისურვებთ.